სტუმარი უკვე ხაზეა ნიკოლოზ ვაშაკიძე, ევროპელი დემოკრატების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. ბატონო ნიკოლოზ, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. მოდით შეგვიფასეთ, ნახეთ 2 საათის განმავლობაში, როგორც გახდა ცნობილი, მიმდინარეობდა საუბარი ორ პრეზიდენტს შორის, დონალდ ტრამპი და პუტინი. საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ, როგორც საერთაშორისო მედია წერს. Financial Times-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მცდელობები მშვიდობის დამყარებისთვის რთულ ვითარებაშიაო, ასე წერს ეს გამოცემა. რისი თქმა გვიძლია ამ საუბრის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყნობით რა იკვეთება ბატონო ნიკოლოზ? როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრ ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწია ამ სატელეფონო საუბარმა. როგორც ეს ხშირად ხდება რუსულ სტილში პუტინმა, ესე იგი უერთგვარი თანხმობაში გახვეული უარი შესთავაზა ტრამპს მის წინადადებებზე ამ ეტაპზე. რამდენიმე მომენტს აღნიშნავ, რაც მეც თვალში ეს არის პრაქტიკულად განზე გაწევა ევროპის ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში. ანუ ეს ორი მხარე, ამერიკული და რუსული, საერთოდ ცდილობენ, რომ პროცესი აი ამ ორმხრივ ფორმატში წარმართონ და არ, ესე იგი, გააკარონ მას ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ევროპა. თუმცა შეგახსენებთ, რომ იმ კონტექსტში, როცა ტრამპი ამბობს, რომ შემდგომი, ესე იგი, უსაფრთხოების გარანტიებში იმ მონაწილეობას უშუალოდ ფიზიკურს ამერიკის შეერთებული შტატები არაპირებს და ეს ევროპის მოვალეობა გაუგებარია თუ როგორ შეიძლება მაშინ ამ პროცესში ევროპა არ მონაწილეობდეს. ეს კითხვა ისმის ცალსახად. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პუტინმა გააჟღერა რამდენიმე პრაქტიკულად მიუღებელი პირობა. საუბარი იმაზეა, რომ ესე იგი ამ ცეცხლის შეწყვეტის თუ სამშვიდობო პერიოდში უნდა შეწყდეს უკრაინის შეარაღებული ძალების გადაიარაღება და მისთვის დახმარების მიწოდება. კარგად ვიცით, რომ ასე იგი ეს შეთანხმება ორმხრივად რომ იქნეს მიღწეული, მაგალითად. ჯერ ერთი საუბარი არ არის საერთოდ ჯერჯერობით იმაზე, რომ რუსეთმაც იკისროს მსგავსი ვალდებულება. გამოდის, რომ ესე იგი შეზღუდვები დაეწესება ერთ მხარეს და მეორე მოემზადება შესაძლო მომდევნო განახლებისთვის. ეს მიუღებელია, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის. და რომც მიღწეულ იქნეს ასეთი შეთანხმება, უკრაინის გაკონტროლება იოლია ამ თვალსაზრისით და რუსეთს ვერავინ ვერ გააკონტროლებს. ამიტომ ეს პრინციპიც ძალიან ბევრ კითხვებს იწვევს. და მე გავიზიარებდი იმ აზრს, რა თქმა უნდა, რომელიც ახლა გამეფებულია უკვე ამ პროცესთან დაკავშირებით. ბევრი გრძნობს, რომ ესე იგი ტრამპი შეეჯახა სერიოზულ სიძნელეებს აი ამ პროცესის მოგვარების საქმეში, როცა მას იმედი ჰქონდა, რომ ამას სწრაფად და იოლად გააკეთებდა. ხედავთ ჩვენ, რომ რუსეთი, პუტინი არ არის დაინტერესებული მშვიდობის დამყარებაში, ის ყოველთვის რაღაც აი ამ ტაქტიკურ ვარიანტებს განიხილავს, რომ პირიქით ნებისმიერი ეს მოლაპარაკების და შეთანხმების პროცესი გამოიყენოს იმისთვის, რომ შემდგომში უზრუნველყოს სამხედრო წარმატება საკუთარი თავისთვის. და ჩდება ხო კითხვა ბატონო ნიკოლოზ, ანუ რაზე დაყნობით ეგონა დონალდ ტრამპს, რომ იოლად გადაწყვეტდა საკითხს და მშვიდობას მიაღწევდა, ანუ ურთულესი პროცესია, ხო? და აქ რატომ ეგონა და რატომ ფიქრობდა, რომ ძალიან მარტივად შეძლებდა ამას, საინტერესოა რას ეყნობოდა და რატო ქონდა ასეთი მოლოდინები. მე ვფიქრობ, ზოგადად მისი ფსიქიკიდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, მას საერთოდ სამყაროს ძალიან პრიმიტიული აღქმა აქვს და
გონია რომ სირთულეებს ვერ ხედავს პროცესებში ძალიან მარტივად ხედავს და გონია რომ მთელი რიგი სინამდვილეში რთული პრობლემებისა შეიძლება მარტივად გადაწყდეს. ეს მარტო ამ უკრაინის კონფლიქტს არ ეხება, სხვა საკითხებსაც ასე უყურებს ის. მსგავსი მიდგომა რაღაც ეტაპამდე ზოგჯერ მუშაობს კიდევაც და უქმნის ასეთ ადამიანებს ილუზიას, რომ ისინი სწორად და წარმატებით მოქმედებენ, მაგრამ შემდგომში უკვე თავს იჩენს სერიოზული სირთულეები და როგორც წესი ამ ტიპის მიდგომა პრობლემების მიმართ იწვევს პრობლემების გაღრმავებას და გართულებას. ასევე თქვენ ჩამოთვალეთ ის საკითხები, რაც ესე ვთქვათ მინუსად ან ჩათვალეთ რომ ის რომ ევროპელების ჩართვის საკითხი არ იყო განხილული, ეს არ იყო კარგი, მაგრამ აქ შეიძლება თუ არა აღვნიშნოთ ის, რომ ტერიტორიების საკითხი რომ არ განიხილებოდა ამ სატელეფონო საუბრის ფარგლებში, ეს შეიძლება თუ არა დადებითად შეფასდეს. მე დიდ დადებით სამაში ვერ ვხედავ, იმიტომ ყველას ესმის, რომ ეს საკითხი აუცილებლად დადგება, ხომ, ადრე თუ გვიან. იმიტომ რომ აქ საუბარი რაზეა, ჯერ მიღწეულ იქნეს ცეცხლის შეწყვეტა 30 დღიანი, ეს 30 დღიანი პერიოდი დაიტვირთოს უკვე მოლაპარაკებებით დიდი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ. აი ამ დიდ მოლაპარაკებებზე ეს ტერიტორიების საკითხი აუცილებლად წარმოჩინდება და ეს ყველა მიცის. ხო, ასევე არ ყოფილა ნატოს საკითხი, როგორც ირკვევა, ხო, ბატონ ნიკოლოზ, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. როგორც ჩანს, ეგ საკითხი ამ ორ მხარეს უკვე გადაწყვეტილად მიაჩნიათ, იმიტომ რომ ეს გაჟღერდა კიდევაც სხვადასხვა დონეზე ორივე მხარეს და ისიც კი რომ პრაქტიკულად ტრამპთან შეხვედრის კონტექსტში უკვე ნატოს გენერალურმა მდივანმაც რიუტემაც ახსენა რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დახურულად გამოაცხადა პრაქტიკულად, ამიტომ მე ვფიქრობ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილად მიაჩნიათ და აღარ ეხებიან. მაგრამ პუტინი ითხოვს, რომ ოფიციალურად კიევმა უნდა განაცხადოს და შეთანხმებაში და მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხია, რომ კიევმა ოფიციალური განაცხადი უნდა გააკეთოს, რომ ის არ გაწევრიანდება სამხედრო ალიანსში. აი ამ საკითხის უფრო დეტალური განხილვაც თუ ეს ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები შედგა, იქ დადგება დღის წესრიგში და უკვე კონკრეტული მოთხოვნების და ფორმულირებების სახეს შეიძენს. შემდგომი პროცესი როგორ წარმოგიდგენიათ? მე მესმის რთულია ამის პროგნოზირება, მაგრამ აქ რის თქმა მინდა იცით, ბატონ ნიკოლოზ, ის ზეწოლა, რაც ვიხილეთ ჩვენ უკრაინასთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამ ტიპის ზეწოლა გაგრძელდება თუ არა უკრაინაზე და საბოლოოდ ეს პროცესი გარკვეული შეთანხმებით შეიძლება დასრულდეს თუ ეს პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ძალიან ძნელი სათქმელია. ეხლა ჩვენ ვხედავთ, ხო, რომ ძალიან კანონიერ და გასაგები, ასე ვთქვათ, მოთხოვნების გამო, რომელიც ზელენსკიმ გამოთქვა, როცა ეს პროცესი დაიწყო, ის დაეკვემდებარა საშინელ უხეშ, ესე იგი, შეურაცხყოფელ ზეწოლასაც კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მისი გუნდის მხრიდან. მაშინ როცა ვხედავთ, რომ როდესაც პუტინი აი ასეთ წინადადებებს და პრაქტიკულად ჩამშლელ მოსაზრებებს გამოთქვამს, მას პირიქით, ასე ვთქვათ, პატივისცემით და მოფერებით ეპყრობიან. მე ვფიქრობ, ახლა ასეთი მიდგომა არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და მე ვფიქრობ, ახლა ზუსტად ვერავინ იტყვის, მაგრამ ისეთი უხეში ზეწოლა, როგორც ადრე იყო ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინულ მხარეზე, ალბათ არ უნდა განმეორდეს. მით უმეტეს, რომ ყოველივე ამის შემდეგ უკრაინა მიიღო საკმაოდ მყარი და სერიოზული ევროპული მხარდაჭერა
და ეს პროცესი კიდე გაგრძელდება და გაღრმავდება და მე ვფიქრობ ევროპული ფაქტორი კიდე უფრო მეტად იჩენს თავს თანდათან ამ პროცესში. და ეს ამ პროცესზე მინდა დაგისვათ კითხვა, ანუ ევროპული მხარდაჭერა როდის შეიძლება გარდაიქმნას რეალურ მხარდაჭერაში, აქ მაქვს მხედველობაში უსაფრთხოების საკითხი და ამ საკითხზე სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება, რომ თითქოს და ერთიანი პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგიდან საბოლოოდ გავიდეს ევროპა და თავისი საკუთარი უსაფრთხოების ქოლგა შექმნას. ხო, ეს რთული თემაა და რა თქმა უნდა ეს სწრაფად ვერ მოხდება და არ მოხდება. თვითონ ეს ვიცით რომ ევროპაში განთავსებულია ნატო და მისი ინფრასტრუქტურა, მთელი თავისი ბირთვული პოტენციალი და ასე შემდეგ. ეს რომც იქნეს სიტყვაზე მიღებული გადაწყვეტილება ეს ერთ დღეში და სწრაფად ეს ვერ მოხდება. მეორე თემა, რომელსაც თქვენ შეეხეთ სამართლიანად, ეს კონსენსუსის პრობლემა ევროპაში, ეს რა თქმა უნდა იარსებებს, ამიტომ მე ვფიქრობ და ამის ნიშნები შეინიშნება, იგრძნობა უკვე ფრაგმენტაციით გზით წავა ეს პროცესი, ანუ აი ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში და პროცესებში მიიღებენ მონაწილეობას ის ქვეყნები, ვინც ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს. და აქედან გამომდინარე ჩვენ ალბათ შეიძლება ახალი ფორმატების გაჩენის მოწმეებიც გავხდეთ. ის რომ ახლა მთლიანი შემადგენლობით ევროკავშირის ქვეყნები ასეთ რთულ და მძიმე საკითხებში ერთხმად გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, უკვე ეს გამოჩნდა და ხედავთ ჩვენ იქ ძალიან ესეთი კაფიო ანტაგონისტებიც არსებობენ, მაგალითად უნგრეთის და სლოვაკეთის სახით. მაგრამ ამ პირობებში პრობლემა ძალიან სახიფათო და რთული და გადაუდებელია, შესაბამისად აქ ლოდინს ვერავინ ვერ დაიწყებს. იმოქმედებენ იმ ფორმატებით და იმ შემადგენლობით, სადაც შეთანხმება შესაძლებელია და სადაც რაღაც ურთიერთგაგების შესაბამისი ხარისხი არსებობს. თქვენ საუბარში აღნიშნეთ, რომ ახალი ფორმატები შეიძლება ვიხილოთ, აქ რა ფორმატს გულისხმობთ, პოლიტიკურს თუ სამხედროს? ორივეს გულისხმობ, აქ ახლა შეიძლება ჩვენ რაღაც ახალი კონფიგურაციის სამხედრო თანამშრომლობებიც ვიხილოთ იმ ქვეყნების, რომლებიც ამას ჩათვლიან საჭიროდ. ტრამპის პოლიტიკას მინდა დავუბრუნდეთ, იცით რა მაინტერესებს პრაქტიკულად ყველა ჩემს სტომარს ვეკითხები, როდესაც ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. შესაძლებელია, ბატონო ნიკოლოზ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როდესაც საუბარია ამ სამშვიდობო პროცესზე, საბოლოოდ შედეგის მისაღწევად ისეთ დათმობაზე წავიდეს, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება და აქ კითხვის ნიშანი დასვას. ამაზე რაღაც ესე იგი მინიშნებები კეთდებოდა და კეთდება. დიახ. მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა ვიცოდეთ ის და ეს ითქმება ალბათ რომ სხვისი ტერიტორიების დათმობის ინიციატივებით გამოსვლა მთლად მიზანშეწონილი არ არის პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა უკრაინის გადასაწყვეტია. მეორეს მხრივ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დათმობის საკითხში ერთი ნიუანსი, რომელიც არსობრივად განაპირობებს სიტუაციას მომავალში. რაზე გვაქვს საუბარი? ანუ de facto მიღება გარკვეული ტერიტორიების დაკარგვის ფაქტისა და de jure მისი არაღიარება და დატოვება de jure უკრაინის
შემადგენლობაში თუ ამ რეალობისთვის უკვე სამართლებრივი იურიდიული ხასიათის მიცემა, როცა თქვათ ეს ტერიტორიები დაუმტკიცდება საერთაშორისო სამართლის მიხედვით რუსეთს. აი ეს მეორე მომენტი პრაქტიკულად თუ მეორე გზით წავიდა პროცესი და ამას გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატები და ამას თავაზობს, ეს ანგრევს პრაქტიკულად მთელ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არსებულ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემას, საერთაშორისო სამართლს და საერთაშორისო უსაფრთხოების ფუნდამენტს, რომელიც დაფუძნებულია მთლიანად იმაზე, რომ შეუძლებელია საზღვრების გადასინჯვა და მით უმეტეს მათი შეცვლა სამხედრო, ესე იგი, გზის გამოყენებით. და პრაქტიკულად თუ ეს პრეცედენტი იქნა დაშვებული, შეიძლება ითქვას, რომ გადავდივართ საერთაშორისო მასშტაბით სამართლებრივ ჯუნგლებში და უკონტროლო პროცესებში, როცა უკვე ამ პრეცედენტის გამოყენებით ყველა, ვისაც არ დაეზარება, სამხედრო გზით დაიწყებს თავისი ტერიტორიული, ესე იგი, პრობლემების გადაწყვეტას და მადის დაკმაყოფილებას. ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ საშიშროებას ხედავენ მათ შორის ვაშინგტონშიც და იმედს გამოვთქვამ, მე დარწმუნებას ვერ გამოვთქვამ, რომ ამ საშიშ განვითარებას არ დაუშვებენ. დიახ, ერთ-ერთი განცხადება, ამ განცხადებიდან გამომდინარე დაგისვით მე თქვენ ეს კითხვა, ტრამპის განცხადება, მე ამონარიც წავიკითხავ, უკრაინასთან უკვე განიხილავენ ფინალური შეთანხმების არაერთ დეტალს, მათ შორის ტერიტორიების საკითხს, მიწის ნაწილები, რომელიც შენარჩუნებული იქნება და აქ ყველაზე მთავარია, ბატონო ნიკოლოზ, რომელიც დაიკარგებაო, ამბობს ტრამპი. ამ სიტყვაში რა იგულისხმება დაიკარგებაში? თქვენ თქვით, რომ დეიურეთ თუ აღიარება მოხდებაო, აქ არავინ იცის, ხო, რა იგულისხმა, თუმცა ასეთ გზავნილებს აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დიახ, მეც ამას გულისხმობ და აი ამ კონტექსტში ის ნიუანსი, რომელიც მე ვახსენე, როგორ ასახვას პოებს, ამას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო, და ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ახორციელებს ახალი ადმინისტრაცია ევროპის მიმართ. საბოლოო ჯამში როგორ ფიქრობთ, მის გავლენებს არ შეასუსტებს ამ ქვეყნებზე? რა თქმა უნდა შეასუსტებს. და მიზანი რა არის? თუ შეასუსტებს, ამ პოლიტიკის მიზანი რა არის? თქვენ როგორ ხედავთ? ანუ რა შეიძლება ამ ქმედებების უკან რეალური, მიზეზი და ზრახვები იყოს? იცით რა არის? სავარაუდოდ ჩვენ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ აი ხა თქვენ საუბრობთ გავლენების შესუსტებაზე და როგორც ჩანს, ბევრი ვაშინგტონში ფიქრობს საერთოდ ევროპის შესუსტებაზე და აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ამისთანა ხედვაც არსებობს იქ, რომ რამდენიმე მსხვილმა მოთამაშემ უნდა გადაწყვიტოს მსოფლიოს, ასე ვთქვათ, საკვანძო საკითხები და ამ მონაწილეთა კლუბში შეიძლება ვაშინგტონი ევროპას არ ხედავდეს და არ უნდადეს მისი მონაწილეობა. იმიტომ რომ ხედავთ ჩვენ როგორ ხშირად წვავე თუ ხეშად აგდებულად ებყრობიან ისინი ევროპას და როგორ გაცილებით უფრო ფაქიზად და მორიდებით მაგალითად რუსეთს. და სხვათ შორის გვახსოვს ჩვენ როგორ ანტიჩინურად იყო ადრე განწყობილი ტრამპი და დღეს როგორ რევერანსებს, ასე იგი, მართავს ჩინეთის მისამართს. როგორც ჩანს, აი ამ გლობალური დიდი მოთამაშეების კლუბშიც ის ჩინეთს განიხილავს და ცდილობს მასთან ურთიერთობების დაალაგებას. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რაღაც ამის ნიშნები არის და ეს ასე გამოიყურება. ანუ გამოდის შეიცვალოს მომავალში, მაგრამ ჯერჯერობით გარკვეულწილად ასეთი შთაბეჭდილება არის. ანუ გამოდის დიდი სამკუთხედი იქმნება?
ხო, რაღაცა მსგავსი კონფიგურაცია იკვეთება იმ მიდგომებიდან და საქციელიდან გამომდინარე, რასაც დღევანდელი ვაშინგტონის ადმინისტრაცია გამოხატავს. გასაგებია და რაც შეეხება ჩვენს რეგიონს და ჩვენთან დაკავშირებით რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს, სულ 3 წუთი გვაქვს დარჩენილი, რომ გითხრათ, რა მოლოდინი გაქვთ უშუალოდ თქვენ, ვხედავთ, რომ ჩვენი რეგიონი ამ ეტაპისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტებში არ არის, თუმცა შემდგომში შეიძლება გარკვეული განცხადებებიც კი გაკეთდეს ჩვენთან დაკავშირებით და რეგიონის მიმართას ინტერესის გაიზარდოთ ინტერესი. მოლოდინები თქვენი როგორია ამ თვალსაზრისით? დიახ, ხო, ინტერესი დიდი ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ იმ ესე იგი გამომდინარე იმ დრამატული ცვლილებებიდან, რაც გლობალურ პოლიტიკაში და განსაკუთრებით ევროპის მიმართ გამოავლინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩვენმა რეგიონმა და საქართველომ გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა ახლა ევროპისთვის, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს ხიდია ევროპისთვის აი ამ ესე იგი აზიიდან მისაღები ენერგომატარებლებისთვის და საერთოდ აი ამ დერეფნის კუთხით. შესაბამისად აქ უკვე საკითხი ასე ჟღერს, ინტერესი და მნიშვნელობა ევროპისთვის ჩვენი რეგიონის ძალიან გაზრდილია, რამდენად შეძლებს თვითონ ევროპა, რომ აი ამ ინტერესის უზრუნველსაყოფად ქმედითუნარიანი იყოს საკუთარი ინტერესების გატარების კუთხით ჩვენს რეგიონში. ეს უკვე ძალიან სერიოზული კითხვაა, ამაზე მე ზუსტი პასუხი არ მაქვს და მომავალი გვიჩვენებს ალბათ. კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. მე რადიო მსმენელებს შევახსენებ, პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჩვენს კითხვებს ნიკოლოზ ვაშაკიძე, ევროპელი დემოკრატების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე.